როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს განვიხილოთ ურთიერთობის განვითარება, პერსპექტივა და საერთოდ მთავარი კითხვა, რამდენად სერიოზულად უყურებს დღეს ამ ეტაპზე დღევანდელი გადმოსახეთ და თქვენთან ურთიერთობას. და რა თქმა უნდა, ყველაზე უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ყველაფრისთვის, როგორც ყოველთვის ჩემი თქვენდამი დამოკიდებულება, საუკეთესო სურვილებით, რა თქმა უნდა, უცვლელია. ნახოთ, მინიშნება ჩემთვის კი იყო უკვე, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მაინც გადავჩეხავ და რომ მაინც თავისა სიტყვის ყოველთვის. პირველი მაინტერესებს მისი დამოკიდებულება დღესდღეობით რამდენად სერიოზულია თქვენს მიმართ და რა შეიძლება აქედან გამოვიდეს, ანუ პერსპექტივა მომავალი და აქედან ვიმსჯელოთ მე თუ კი რამის დამატება მომიწევს. მთლიანი ფონი როგორია? ყველაფერი დამოკიდებული თქვენზე. ანუ მისი დამოკიდებულებას თქვენზეა დამოკიდებული. პირველი მინდა ვთქვა, რომ ადამიანი განიხილავს ამას, რომ უნდა თქვენთან სერიოზული ურთიერთობა, უბრალოდ რაღაცნაირად ცოტა პასიურია, იმიტომ რომ აი რამდენად შეძლებს თქვენთან ჯანსაღწორ ურთიერთობას ის მოლოდინი, რაც თქვენ გაქვთ, აი ეს არის მისთვის, ვერ ვიტყვი პრობლემა, მაგრამ ამაზე ფიქრობს ყველაზე მეტად. შენ ძალიან ძლიერი ხარ, ჭკვიანი ხარ, ყველანაირად კარგი ხარ, უბრალოდ მე აქ უყურებ ცოტა დაბალანსებული არ არის არც სურვილები ერთმანეთთან და არც, რა თქმა უნდა, შესაძლებლობები ურთიერთობაში. შენ უფრო ხარ მზად, ვიდრე ეს ადამიანი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მზად არ იქნება. პირიქით განიხილავს, მაგრამ ჯერ პირველ რიგში არის მისი მთავარი ემოციური მდგომარეობა თქვენს მიმართ და ცოტა როგორ აიცი, გააჩნია როგორ მოიმატებს ემოციური ფონი. რა თქმა უნდა, გრძნობა აქვს, მაგრამ მთლიანობაში, რო ვთქვა, რომ ხა ეს უპირობო სიყვარულია, რაღაცა სიყვარულს ბოლომდე ვერ ვკითხულობ, თვითონაც ვერ კითხულობს და აკლდება ამ ყველაფერში. ანუ სერიოზულად რო განიხილოს. მაგრამ მე მაინც გეტყვი, რომ პოტენციალი აქვს ამ ურთიერთობას, სერიოზულობს კი რომ განიხილოს ყველაფერი უფრო და უფრო. ვიტყოდი, რომ თავისთვის აქვს განხილვაში. რა შეიძლება აქედან გამოვიდეს? რა შეიძლება აქედან გამოვიდეს, ანუ მომავალი. აქ ყველაზე დიდი პრობლემა პასუხისმგებლობაც ხო არის, რომ გააჩნია შენ როგორი ხარ, მაგრამ შენ ისეთი ხარ, შენთან არ შეიძლება. თუ სრულად არ აიღო ადამიანმა პასუხისმგებლობა, მაგრამ არც მთლად მაგაში არ არის საქმე. მე მაინც დამაკლდა აქ ემოცია. თვითონაც იცის ეს ყველაფერი. ემოციაში რა გულისხმობ? ანუ პოტენციალი აქვს, რა თქმა უნდა, რომ განახლდეს უფრო თავიდან ეს ურთიერთობა უფრო კარგად. გრძნობა გამტკიცდეს, უბრალოდ აქ არის რაღაცა განხეთქილება, იმიტომ რომ ურთიერთობა შენ სულ სხვანაირად გესმის და გგონია და რა თქმა უნდა, შენ ხარ მართალი, მაგრამ მას სხვანაირად გონია და თვითონაც არის მართალი. ანუ ვერ ვიტყვი აქედან, რომ ანუ შენ ხარ დამნაშავე, ან პირიქით, ან პიროვნებაზე. ამას ვერანაირად ვერ ვიტყვი. თუმცა განვითარება იქნება, ანუ გადაუწყვეტი, ანუ კიდე კამათში გადაიზრდება, ჩამოუყალიბებელი თუ არის დღეს ეს ურთიერთობა არ დასტაბილურდება. ერთადერთი ამ ყველაფერს უშველეს გრძნობა, გაგება და კომპრომისების წასვლა, რომელიც, შეიძლება განიხილებოდეს, ისმენდეთ ამ ყველაფერს, მაგრამ აქედან არაფერი არ გამოდის. ანუ გამოდის, რომ ტყუილად ლაპარაკობთ, ტყუილად შეიძლება კამათობთ, მაგრამ, საერთო ჯამში მალადეც. მეზობელმა ყვავილები მორწყა და კიდე კაი, ხა იქ რო არ ვჭირდა და ჩამომბანდა და მე კარგი ის იქნებოდა. მინიშნებებია, გუშინ რაღაცა ვგონი ფაროსანაშაო მოხდა დღეს ახლა ეს და ერთი სიტყვით. ერთი სიტყვით. სამომავლო ურთიერთობაში, პერსპექტივაში ვერ ვუყურებ, რომ ერთმანეთში მოგვარდეთ და დაალაგდეთ. მაგრამ ურთიერთობას მაინც გააგრძელებთ, იმიტომ რომ გრძნობა არის. ერთმანეთი არ გეთმობათ.
მაგრამ თითქოს არც ისე გაწყობთ, რომ უკან დაიხიოთ და რაღაცნაირად მართლა შეთანხმდეთ და მოერგოთ ერთმანეთს. არ არის რა მაკლია კიდე აქ იცი საერთო მიზანი, საერთო რაღაცა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობაში, საერთო. მე მაინტერესებს რა გაქვთ საერთო. და რა არ გაქვთ, რა გაქვთ საერთო. რაღაცნაირი ეს ყველაფერი. რა გაქვთ საერთო. საერთო ამ ურთიერთობის მიმართ დამოკიდებულება, რომ თქვენ ორივეს ძალიან გადარდებთ ერთმანეთი ეს ურთიერთობა და აი წუხილი საერთო რა სულ ერთი არ არის თქვენთვის რაც ხდება ერთმანეთი სულ ერთი არ არის რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ რა გაქვთ საერთო მინდოდა ცოტა გადაადგილებული ყოფილიყო ეხლა ეს არკანები რომ უკეთესად ჩაჯდებოდა ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ შენი მიმართულება გაქვს და ინტერესები და ამ ადამიანს სხვა მიმართულება და ინტერესები აქვს. ანუ წარმოიდგინე ორ ადამიანს რომელსაც ერთმანეთი უყვარს ზოგჯერ საერთო გზა თუ არა აქვს და ინტერესი სიყვარული იჩაგრება. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება იყოს სიმპათიები, მაგრამ იმდენად საერთო მიზნები იყოს და ერთი გზა, რომ ეს ყველაფერი ხო რაღაც ჰარმონიაში მიდის და აქ ამაზე დგას მე მთლიანად ურთიერთობა. ზოგადად ასია. ნაკლები სტრესია და შეთანხმებაც არის ბევრ ამაზე. ამიტომ აი ესა მთავარი პრობლემა. რა შეიძლება აქედან გამოვიდეს? ნუ ახლა რა შეიძლება გამოვიდეს თუ რა ადამიანს არაფერი არ უნდა შეცვალოს, რა უნდა გამოვიდეს ხო აქედან? თქვენგან სწორი პოზიცია როგორი იქნება რომ გააკეთოთ სწორი პოზიცია? საერთოდ ძალიან მარტივად უნდა შეხედო ყველაფერს. ძალიან მარტივად უნდა შეხედო და მე იმასაც ვიტყოდი აქ რომ თუ არის იმის საშუალება და გუფრდება განიხილოთ სხვა ადამიანი. ისეთი ადამიანი, ვინც სერიოზულად მოგისმენს. შენ გაკლია ამ ურთიერთობაში მოსმენა. შეიძლება დაეთანხმოგიდეს ამ ადამიანს, მაგრამ არ ისმინები, ანუ არ გისმენს ადამიანი და ძალიან გამაღიზიანებელია. და შენ გჭირდება ადამიანი, რომელმაც უნდა მოგისმინოს. და შენ შეგიძლია განიხილო თუ არა და ძალიან ლაითად შეხედე ამ ყველაფერს. იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კითხვა კონსულტაციებიდან, იმ შემთხვევაში თუ შენ დაიკიდებ ყველაფერს რას იზამს თვითონ? ეს ისეთი ადამიანია, კალთებს არ დაგახევთ. შეიძლება ინერვიულოს, იდარდოს, მაგრამ თავისთვის გადალახავს ამ სტრესს, მაგრამ თვითონ დიდად არაფერს არ იზამს. მაგრამ თუმცა ამ ქრონიკულ სტრესში გავა და ნუ არ ვიცი მე როგორ რას უშველი საკუთარ თავს, მაგრამ დიდად არაფერს არ გააკეთებს. აი, ასეთი იყო გოგონებო დღევანდელი გაშლა და ეხლა გავალ ავსძახებ ამ ჩემ მეზობელს, რომ მეორედ ასე არ გააკეთოს. ყოველ წელს ასე ვაფრთხილებ. მე ყველას გელოდებით კომენტარებში.